პოლიციელი საქმის გასარჩევად მაცივი უფლება 19 წლის ლუკა მუჯარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო თვენახევარია ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს. ძებნილი მუჯარიძე ფინანსური პოლიციის ოპერატიული თანამშრომლის დავით ლორთქიფანიძის დაჭრაშია ბრალდებული. არაოფიციალური ვერსიით ძალოვანი უწყების თანამშრომელს მძიმე ჭრილობები ეგრეთ წოდებული კრიმინალური გარჩევის დროს მიაყენეს. მოტივი რა იყო ამ დანაშაულის? კომენტარს არ ერთმანეთს ქალბატონო კომენტარს მითხარით. სისხლიანი გარჩევის ეპიცენტრი შაბათის ეთერის ინფორმაციით ნაძალადევში ცოტნე დადიანის ქუჩა 27 ოქტომბერს გახდა. საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო მასალებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოიპოვა, ირკვევა, რომ ფინანსური პოლიციის ოპერატიული მუშაკი აქ თანამშრომელთან ამირან ჩიტალაძესთან ერთად საღამოს 11 საათზე მივიდა. საღამოს სახლთან მივედი ჩემს თანამშრომელ ამირან ჩიტალაძესთან ერთად. კორპუსის მიმდებარედ გავაჩერე ავტომობილი. ამ დროს დავინახე იქვე ახლოს იდგა სამი ბიჭი და ხმამაღლა საუბრობდნენ. ერთ-ერთი ვიცანი, ჩემი უბნელი იყო. ვკითხე, ხომ მშვიდობა ჰქონდათ? ამ დროს ერთ-ერთი მათგანი წამოვიდა ჩემსკენ და დამარტყა დანა. ეს ჩვენება გამოძიებას ფინანსური პოლიციის დაჭრილმა თანამშრომელმა დავით ლორთქიფანიძემ 28 ოქტომბერს კლინიკაში მისცა. დაჭრის მოტივად იგივე ვერსია დაუსახელა პოლიციას გამოკითხვაზე მისულმა კიდევ ერთმა ძალოვანმა და მოწმე ამირან ჩიტალაძემ. როდესაც დავით ლორთქიფანიძემ ავტომობილი გააჩერა და გადავედით, იქვე ახლოს ავტოფარეხებთან სამი პირი ხმამაღლა საუბრობდა. დავითმა ჰკითხა, ხომ მშვიდობა გაქვთ? ამ კითხვაზე ერთ-ერთი აგრესიული გახდა და დავითს დანა დაარტყა. შემდეგ სამივე გაიქცა. შაბათის ეთერის ინფორმაციით ფინანსური პოლიციის ორივე თანამშრომელმა გამოძიებას ცრუ ჩვენებები მისცეს და სისხლიანი გარჩევის რეალური მოტივი დაუმალეს. ჩვენი ინფორმაციით პოლიციელების დაჭრა რეალურად 25 ოქტომბერს გადასასვლელ ხიდან მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდება. სად მოხდა ხომ არ იცით ეს ამბავი? ერხადო იხეთან დედამ მითხრა ესე არ ვისურვებ ერხადო იხეთანო იქვე. ეს ალბათ სახლიდან გამოდიოდა და იქ ხიძე ხოჭი როგორ დადიანეს ხალხი და იქ იმასქნეს. ფინანსური პოლიციის თანამშრომელი დავით ლორთქიფანიძე ავტომობილით გადაადგილდებოდა. მას გზა გადაუჭრეს, რასაც ჯერ გინება, შემდეგ კი სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. დედა მითხრა რომ ასე მიდიოდა თავისთვისო წყნარათო გადაუჭრა თუდად მანქანა თუ რაღაცა წინ სპორი მოუვიდათ მერე და ის იქიდან დააგინდა და ამან გააჭრა მანქანა და ის ვორეს იმან ძველ დაუწყო ლაპარაკი ამან რატომ ძილობიანა დილაპარაკეს როგორ შეიძლება ასე ეს ისტორია ამით არ დასრულებულა. ირკვევა, რომ მოქმედმა ძალოვანებმა, რომლებიც უბნელებზე გაბრაზებულები იყვნენ, კრიმინალური გარჩევა დაგეგმეს. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება შეკრება 28 ოქტომბერს ცოტნე დადიანის 34 ნომერში. საქმის გასარჩევად ახალგაზრდებთან პოლიციელმა დავით ლორთქიფანიძემ ჩვენი ინფორმაციით მისი თანამშრომელი ამირან ჩიტალაძე მიიყვანა. გამარჯობა. გამარჯობა. ბატონო ამირან, თქვენი მეგობრის დაჭრის თვითმხილველი გახდით და სამი პირი მონაწილეობდა ხო ამ თავდასხმაში? ჩვენებაში ასე ამბობთ. გეშლებათ რა. რა მეშლება თქვენი ჩვენება მიჭირავს ხელში? გეშლებათ რა. დავით ლორთქიფანიძის დაჭრის თვითმხილველი არ ყოფილხართ? უბნის ბიჭებთან კრიმინალური გარჩევის ორგანიზებისთვის ფინანსური პოლიციის თანამშრომელი ამირან ჩიტალაძე შაბათის ეთერის ინფორმაციით საგამოძიებო უწყებიდან გაუშვეს. ის მომხდარის დეტალებზე არც ჟურნალისტებთან არ საუბრობს. გამოძიებისთვის მიცემ უჩვენებაში დეტალურად აღწერს მხოლოდ იმ ფაქტს, რა დაზიანებები მიაყენეს მასთან ერთად მყოფ დავით ლორთქიფანიძეს, მაგრამ მოტივს მალავს. დავით როდესაც დანა ჩაარტყეს, იყვირა რა მიგენითო. წამოვიდა დიდი ოდენობით სისხლი. სამივე თავდამსხმელი გაიქცა. მე დავითი ჩავსვი ავტომობილში და წავიყვანეს საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია. ეგრეთ წოდებული ქუჩური გარჩევის მონაწილე პოლიციელი ახლაც მძიმე მდგომარეობაშია. მეზობლების ინფორმაციით მას რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა და დამოუკიდებლად ამ დრომდე ვერ გადაადგილდება. სად ქონდა ჭრილობა ხომ? ფეხებზე იძახია.
ოპერაციაც დაჭირდა. ოპერაცია ძლიერი დაჭირდა, აქ ვერ მოიყვანეს, იმიტომ რომ უნდა მომსახურება ჭირდებოდა. ყავაჩები დადეს და გადაჩენილია ვითხრე, ასე გამოსაცეს ხელიდან. ახლა ჩნდება კითხვა, ვინ არიან ახალგაზრდები, ვინც პოლიციელზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, მაგრამ მომხდარიდან თვენახევრის შემდეგაც ვერ დააკავეს. გავრცელებული ცნობით ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტი ბერას ძმაკაცის ავთანდილ ბილანიშვილის იგივე კაცროს გარემოცვა იყო, თუმცა ამ ინფორმაციას ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს. მე ხო ეცი აი უკვე ძალიან ვარ ტელევიზიიდან დაღლილი და გეფიცები აი მსგავსი არაფერ შუაში არ არის ამ კაცროს და რა უნდა ვეღარ გებულო 28-ში ბავშვი იყო შვილები მომიგდეს და სახში იყო ეცი და გამოძიება ახლა ამტკიცებს, რომ მძიმე ჭრილობები ჩხუბის სამი ფიგურანტიდან ფინანსური პოლიციის თანამშრომელს ერთმა ლუკა მუჯარიძემ მიაყენა. საქმეში დევს ოპერატიული პატაკიც და დგინდება, რომ სავარაუდო დამნაშავის ვინაობა სამართალდამცველებმა იმავე დღეს იცოდნენ. ბრალდებულის სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს, მაგრამ სავარაუდო დამნაშავე ვერ დააკავეს. მის ნაცვლად კი ხელბორკილები ლუკა მუჯარიძის მამას დაადეს. პოლიცია იყო ხო აქ ჩხრეკაზე? სახლში იყავით? წაიღეს რამე? არ ვიცი. გავიკე რომ იყო, მაგრამ გამოსვლით არ გამოსვლით. ლუკას ეძებდნენ ხო? არ ვიცი ვის ეძებდნენ. როდის ნახეთ ლუკა ბოლოს? აი მე არ ვიცი, აი სანამ ეს მოხდებოდა. მამა სახლშია ხოლმე? მამამისი დაიჭირეს როგორც ვიცი. მამამისი წაიყვანეს? მამამისი წაიყვანეს მაგ დროს. მამამისიც მონაწილეობდა ამ დაჭრაში? არაფერი არ ვიცი, მაგასთან დაკავშირებით მამამისი წაიყვანეს არ ვიცი. ლუკა მუჯარიძის მამას შაბათის ეთერის ინფორმაციით გამოძიება იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება, მაგრამ ოჯახს და უფლებადამცველებს ამ თემაზე საუბარი არ სურთ. თქვენი შვილი რატომ დააკავეს? ის ხომ კავშირში არ არის? ფინანსური პოლიციის თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ნაძალადევის პოლიციის სამმართველო იძიებს. როგორ გაექცათ დამნაშავე, ამის გარკვევას ახლა სამმართველოში ვცდილობთ. პოლიციელი რომ დაჭრეს თქვენ შენობასთან ახლოს, როგორ გაგექცათ დამნაშავე? ჩემთვის არაფერი არ არის ცნობილი. მე მაგას ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდო დამნაშავეები როგორ პირველად მესმის თქვენთან აი ეს ინფორმაცია. ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე ლუკა ხურცია, კრიმინალური პოლიციის ის თანამშრომელი, რომლის ძირითადი მოვალეობა ბოლო დროს აქციის მონაწილეების დევნა და გამოგონილი ბრალდებებით დაკავებაა. რატომ ვერ დააკავეს სავარაუდო დამნაშავე, რომელმაც პოლიციის განყოფილებიდან რამდენიმე მეტრში მათივე კოლეგა დაჭრა, ამ კითხვამ ძალოვანი წყობიდან გამოიყვანა. აქციის მონაწილეებს რომ დასდევთ დღე და ღამე, პოლიციელი რომ დაგიჭრეს შენობიდან რამდენიმე მეტრში, რატომ ვერ გააკავეთ ბატონო ლუკა? შეგიძლიათ მუშაობთ მაგსაკისზე და რამდენი ხანია მუშაობთ? თქვენახევარი გავიდა და რატომ ვერ დააკავეთ უკაცრავად? როგორ გაგექცათ სავარაუდო დამნაშავეები, რომლებმაც კამერის წინ ჩაიდინეს ეს დანაშაული? ბატონო ლუკა, ესე ნუ მესაუბრებით და აღარ შემეხოთ. მიფიქრეთ ხელსაფარეთ პოლიციელის დაჭრაში ბრალდება. არა, მე თვითონ დაგიფორს ეგეთი. ხო და აბა რატომ ვერ აკავებთ ამ ადამიანს? შეგიძლიათ ამიხსნათ უკაცრავად ბატონო ლუკა. ძალოვანის დაჭრაში ბრალდებულ ლუკა მუჯარიძეს ახლა პოლიცია ყველგან ეძებს. თავად დაზარალებული სამართალდამცველი კი ისევ რეაბილიტაციის კურსს გადის.